სუპერ ძალა. როცა ხარ მარტო ხელად და მაგრამ მქონდა ცხოვრების ეტაპი, როცა მეცოდებოდა საკუთარ თავი. და როცა გეცოდება საკუთარი თავი, როგორც მარტო ხელად ედას და თან ხანდახან ხდება ხო ცხოვრებაში რომ ეს არჩევანი არ არის ჩვენ. ხდება. რას გულისხმობ რომ არაა ჩვენი არჩევანი? ყველასთან სხვადასხვა кейსი. და არჩევანი არის მაშინ, როცა მე დამოუკიდებლად გადავწყვიტე რომ ვიყო უბრალოდ დეიდა და არ მჭირდება პარტნიორი ამისთვის, თუმცა მანდაც სანამ ფაქტის წინაშე დავდგები ძალიან მარტივია და ეჩვენებათ ხოლმე. და როდესაც ხდები მარტო ხელად დედა, დიდ პასუხისმგებლობას ატარებ, რომელსაც ვერავის ვერ უნაწილებ. ძალიან რთული შესაძლებლია, როცა ბავშვს რაღაც ემართება ვირუსი პირობითად. და გინდა რომ განვითარდე, გინდა რომ სადღაც გყავდეს დამტოვებელი, გინდა რომ სახელმწიფო გეტყვას ბოლო-ბოლო გვერდით, რომ რაღაცა გქონდეს. რთულია, გეცოდება საკუთარი თავი, ნული мотиваცია გაქვს რაღაც ეტაპზე. ეს აისახება ვიზუალურ მხარეზეც. ყოველთვის სხვების ცხოვრებას უყურებ და ხვდები, რომ ტემპს შეიძლება ვერ აუწყო ფეხი, იმიტომ რომ დამაბრკოლებელია. და ყველაზე არაპოპულარული სიმართლე რაც არის და რაც არ საუბრობენ, ეს არის რომ როდესაც დედა ხდები, დეპრესიათან ახლავს პოსტშობიარობის შემდგომ ეტაპს. ან ხშირია შემდგომ. ძალიან ხშირია და რაღაც სტანდარტები აქვს ესე გაწერილი, რომ 6 თვე, თუ 3-დან 6 თვემდე ხარ დეპრესიაში. სინამდვილე შესაძლებელია 2 წელი გაგრძელდეს ეს დეპრესია. და ეს დეპრესია გრძელდება სხვადასხვა გამოხატულებით. ზოგჯერ არის რომ მინორში ხარ და შეიძლება ყვებით ჩაანაცვლო სიხარული. უამრავი გამოხატულება აქვს. მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ ყველაზე მოწყვლადი ბავშვი არის 2 წლამდე. 2 წლამდე რა განწყობით არის დედა დამოკიდებულებით შვილთან, დაახლოებით მერე მთელი ცხოვრების განმავლობაში ამაზე აგებს ბავშვი პასუხს თავის მენტალურ ჯანმრთელობაზე. გამოსყიდვა ხდება 2 წლამდე როგორი კავშირი გვაქვს შვილთან. წარმოგიდგენთ, ამასთან ერთვის რომ ხარ დეპრესიაში, ჰორმონები ფუთფუთებს, პლუს გაქვს მდგომარეობა, რომელიც არ აგირჩევია, ან მოხდა ის შეიძლება არ ჩეკიდავაც, მაგრამ მარტო რჩება.